შევიდეთ Faberlic-ის პირად კაბინეტში. აი ნახეთ, Google-ის Chrome-ში ჩვეულებრივად აკრიფავთ FL-shop.j, აი პირველი ოფიციალური გვერდი. და გაიხსნება ესეთი Faberlic-ის გვერდი. რა თქმა უნდა, თუ გჭირდებათ ენის და ქვეყნის შეცვლა, ცვლით აი აქედან ენას და ქვეყანას, თქვენთვის სასურველი ენა თუ არ იქნება და შემდეგ უნდა დაკლიკოთ ღილაკ აი აქ შესვლას და გაიხსნება ესეთი, სადაც უნდა შევიყვანოთ ჩვენი მომხმარებლის სახელი და გასაღები. აი, მომხმარებლის სახელი იწყება 7-იანით ყოველთვის, შეიძლება იყოს 73, 74, 70, ანუ გააჩნია როდის ხართ დარეგისტრირებული და გასაღებიც, ანუ ეს ყველაფერი გაქვთ SMS-ის სახით ნომერზე მიღებული. მოდით ახლა შევიდეთ ერთ-ერთი კონსულტანტის გვერდზე. აი შევედით გვერდზე. აი აქ რასაც ხედავთ აპლიკაციაში გაგრძელება. აი აქედან შეგიძლიათ ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. გახსნას როგორც კი დატვირთოთ, ისა დაკლიკავთ, გაიხსნება მენიუ, რომელიც გეუტყვით რომ ჩამოტვირთოთ, მიყვებით ამას და ტელეფონში ჩამოიტვირთება აპლიკაცია. ხოლო აი ჩვენ უკვე შესული ვართ პირად კაბინეტში, სადაც აი აქ ყველაფრის დათვალიერება შეგიძლიათ და გადავიდეთ პირად კაბინეტში. პირად კაბინეტში ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს ნახავთ, აი სიახლეები, რა არის მიმდინარე კატალოგში საჩუქრები, სწავლება, აი smart navigator-ი არის, სადაც ანუ ახალი კონსულტანტსაც, ძველ კონსულტანტსაც ყველა ინფორმაციის მოძიება შეუძლია. მაგალითად, რა არის პირველი კატალოგის საჩუქარი, რა არის სასტარტო ეტაპი, რამდენი ლარი გჭირდებათ აი ამის მიღებაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარცხენა ზედა კუთხეში, აი ამ სამ სწორ ხაზს თუ დაკლიკავთ, აქ არის კატალოგის ლინკიც და პროდუქტებიც კატეგორიების მიხედვით ჩამოთვლილი. მაგალითად, თუ გინდათ მოვლა, დაკლიკავთ მოვლას და აქაც კიდე კატეგორიაა: სახის მოვლა, სხეულის მოვლა, თმა. ნახეთ, სახის მოვლაში შევიდეთ, არის აქსესუარები, მაკიაჟის გამწმენდი, დღის კრემი, ღამის კრემი, მზის დამცავი, თვალის რიგულები, ანუ ყველაფერი. ჩამოვიდეთ სხეულის მოვლაშიც, ზუსტად ისევია: აქსესუარები, დეოდორანტი, დეპილაციის საშუალებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თმაში რო შეხვალთ. ნახეთ, ანუ ქვე კატეგორიებია კიდე, რაც თქვენ გჭირდება. შემდეგ ბავშვებს, მამაკაცებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ დავკლიკავთ კატალოგის იმას ლოგოს, გაიხსნება მიმდინარე და მომდევნო კატალოგი. რა თქმა უნდა, მოქმედების ვადასაც ვხედავთ, როდის იწყება და როდის თავდება, დავკლიკოთ და დავათვალიეროთ. ეკრანზე ხელის ერთი გასმით, ან აი პატარა ისრებზე დაკლიკვით, გადაიშლება კატალოგი. რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე შეკვეთა გვინდა, ოდნავ ზემოთ თუ ავწერთ, ზუსტად იმ პროდუქტს ხედავთ, რა გვერდზეც ჩვენ ხედავთ პროდუქციას, აი ეს. და შეძენას თუ დავკლიკავთ, ეს გადავა ჩვენს კალათაში. ნახეთ, კალათაში დამატება, ოღონდ ეს თავისით არ ჩამოიხურება და უნდა ჩამოვხუროთ X-ით. შემდეგ თუ გვინდა საპონი დავკლიკოთ ისევ შეძენას, დამატება, დავთიშოთ X-ით. ახლა ნახოთ კალათაში ჩვენი პროდუქტი. აი აქ არის ჩვენი პროდუქტები. აქვე არის პერსონალური აქციები, აი, სადაც არის ყველა ის აქცია თავმოყრილი, რომელიც კატალოგშია შეტანილი.